გამარჯობა სამარგალოს მიმყოფებით ზუგდიდში, ხასიების ოჯახში. ხო და თუ გაინტერესებთ ზუგდიდის ჩვენი ვლოგი, ეხლა დარჩით და გვიყურებთ. ყოველთვის მეგონა რომ გადაჭარბებული იყო, რომ ზუგდიდში მტვერს ვერ იპოვნი და რომ მეგრული სახლი ისეთი სუფთაა და ისეთი სუფთა ქუჩებია, რომ მსგავსი ანალოგი საქართველოში არსად არ არის. თურმე ეს ამბავი არ ყოფილა გადაჭარბებული. და კიდევ ვიცი რომ ძალიან გემრიელი კერძებია, ამიტომ კერძებით ვიწყებთ. დილას გაიღვიძა ზოგადად ესეთი ამენდიკა, ყველაფერი სუფთა გაწკრიალებულია და გამოდიხარ ეზოში. და ეზოში გაქვს პორტოხალი, ორნაბირს გადადგავ და ხურმა, იქით გაქვს ლიმონი, აქით გაქვს კასე და ხასია. გამარჯობა. ქალბატონი რუსუდანი არის ჩემი მზამკვლევი. აქვე რაღაცა უნდა გითხრათ. რამდენი წელია ამ საქმეში ვარ? პირველად ჩემს კარიერაში დავურეკე, ვთხოვე მეთხარ დახმარება მჭირდება. არა თქმევინო მაქაურებს, რომ სადი არა რა გააკეთო. მომდის იმავე საღამოს 3 თაბახი, ფურცელი, ესე იგი სცენარი, ნომერი, პირველი ნომერი, ამან თუ უარი გითხრა, იმას დაურეკე, სიტყვი, მეთქი მარიშკა, მეთქი სასწაული ადამიანი ვიყავ. გაიცანით ქალბატონი რუსუდანი. და მოდი თქვენ თავიც გავაცნოთ ჩვენი თავარი კულინარი. ცისანა კვარაია. მაგრამ თქვენ ხასია არ ხართ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კასა და ხასია, ეს არის თქვენი მეუღლის სახლკარი და აქ გვაქვს ყველაფერი. ეს არის ხასიების ოჯახი. ხასი არის ჩემი მეუღლის და შვილების გვარი. და გადავწყვეტეთ თუ დაგვერქმია ჩვენი ასე ვთქვათ სახლისთვის და საოჯახო სასტუმროსთვის კასა და ხასია. ანუ ხასიების ოჯახი, ხასიების სახლი. თქვენ სხვა გვარი გაქვთ. მე ყალიჩავა გახლავართ. ყალიჩავები საიდან არიან? ყალიჩავები ძირითადად წარმოშობით არიან ჩხოროწყუდან. ეხლა იქიდან გამომდინარე რომ ბევრნი ვართ, უნდა გადავიდეთ იქით. ნახეთ, არც აქით არაა ცუდი. ვიტყოდი უკეთესი. შემოგვიერთთ და თქვენი მარჯვენა ხელი როგორც ხდები? აბა გითხარით სახელი გვარი? ფატიმა ბიგვავა. ფატიმა ბიგვავა. კარგი კადრი გვაქვს? ხო და ეხლა დავიწყოთ ლაპარაკი. რა უნდა დავამზადოთ დღეს? დღეს უნდა დავამზადოთ აუცილებლად მეგრული ხაჭაპური. ღობიანი ხაჭაპური, რომელსაც მეგრულად ქვია ღანდა ხაჭაპური. ღანდა ეს არის ღობე. მეგრული ხაჭაპური ცნობილია იმითი, ბევრი ყველი. და ეს ყველი არის ორნაირი. ანუ შიგნით ამ ხაჭაპურს აქვს ჭყინტი ყველი. შემდეგ უკეთდება ღობე და ზევიდან იყრება სულუგუნი. ანუ სელეგენი მეგრულად. თუ დაგაკლდა სადმე ყველი, ზემოდან დაუმატებენ. ხო. იქ ცეცხლის აი ტკაცუნი მოდის, შუა ცეცხლი არის ოდაში, იქ უნდა დავტრიალდეთ, ღომი უკვე თითქმის მზადა, სუნები, გემოები, განწყობა ყველაფერი არის ფანტასტიკური. არ გამოტოვოთ ეს ვლოგი, იმიტომ რომ რა ვიცი, გამოტოვებთ ყველაზე მხიარულ ვლოგს, მოიცადე. და გემრიელს. აქამდე თუ მოხვედით და გვიყურებთ და მოგწონვართ, ვიცით რომ დაახლოებით 50% თქვენ გვიყურებთ, მოგწონვართ, მაგრამ რატომღაც არ აჭერთ გამოწერის ღილაკს ხელს. მე ვიტყოდი რომ ეგ არის თქვა რაც არის? კაი, არ ვიტყვი. ამიტომ გამოიწერეთ და ჩვენ წავედით. აბა. მადლობა ნიკა ჩართულობისთვის. აქ ხა გვაქვს ყველაფერი მზადყოფნაში იმისთვის რომ დავამზადოთ ჩვენი ხაჭაპური. და მე მაინტერესებს თქვენ სად ისწავლეთ ამ ხაჭაპურის დამზადება? მე დედაჩემისაგან ისწავლე. დედაჩემი აცხობდა ამას. ახლა 1 საათი გამზადებენ 100 კაციან სუფრას და 500 კაციანი, 300 კაციანი სუფრები იყო ძველად და 10 იმას ჯერ ასე გაახურებდნენ ანგურას. აი ეს არის ანგურა, ხო? ეს ანგურა. ხო და მერე სამფეხაზე დადებდნენ, ქვევით შეუნთებდნენ და 300 კაციანი სუფრისთვის ხაჭაპურს ასე აცხობდნენ. თვალებიდან ცრემლი მომდის, იმიტომ რომ ვინც დაბლა იმდენი ის არ არის, ხო, ვინც არ არის შეჩვეული, ძალიან ბევრი ის არის. თქვენ შეჩვეული ხართ, ხო? კარგია ეს. რატოა კაი?
ცრებლებისთვის რამე ცუდი თუა ცრებლებს თქვენ გამოაკა. ცრემლი არ მოგდით და მე ძალიან ეს რა თქვენ იმიტომ რომ შეუჩვეველია და მე ასე თუ ისე შეჩვეული ვარ. შეჩეული ხართ. ხო, აი ხა უკეთესია. ხო. მინდა ცრემლი მაგინე. გავაგზავნეთ. რა ინგრედიენტები გვაქვს და რა უნდა გავაკეთოთ ახლა? უნდა მოვზილო რძით და კარაქით, საფუარით, რა თქმა უნდა, რომ ამოვა მერე ჭყინტი ყველი ამოსული გვინდა შიგნით რომ გავაკეთოთ და მერე გავუკეთებ ეს ღანდამხაჭაპური რო არის ღობესავით შემოვავლებ და მერე სულუგუნ ზევით დავაკრით. ოი. ახლა ეს ჭყინტი ყველი გავაკეთოთ შიგნით. ისე სწორი სულუგუნია? სელეგინია მეგრულად. მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის თქვენთვის მაგ სიახლე, რომ თუ აქამდე ამბობდით სულგუნს, თქვენ იყავით არასწორი და უნდა თქვათ სელეგინი. გეცოდინებათ, გვიყურეთ და გვეცოდინებათ. მე მაგარი თამაში ვიცი, სანამ ხაჭაპურს გავაკეთებ. რუსიდან შემომიერთდებით? უნდა დავასახელოთ 5 ყველაზე უცნაური მეგრული სიტყვა და მე უნდა ვცადო ამის გამოცნობა და მე თუ ვერ გამოვიცნობ, ჩვენი მაყურებელი გამოიცნობს. ერთასოიანი სიტყვები აქვს, იცი? მეგრულში. ერთოსოიანი სიტყვები გაქვს? დიახ, 9 სიტყვაა ასეთი. 9 სიტყვა. წავიდა მაგ 9 სიტყვის ჩამოცვლა. ძ, შე რას ნიშნავს? თეყვალ, თაკ, ძ. თეყვალ თაკ ძეს. ანუ დევს. დევს. კი ბატონო. თელი დღე რო ტელევიზორთან დევს ადამიანი, ტელევიზორი ტელევიზორს კმა ძ. ტელევიზორ წკმა ძ. ეგ ვიცი ვისაც ეკუთვნის. შემდეგი? გ. ანუ გავს. ნიკა გავს ის კაცი რო არის. ნიკიცი ვის გავხარ ძალიან ხშირად ამბობენ. ჰო, ჯეისონ სტეთემ მსახიობი რო არის. ჰო, ნიკა გ ჯეისონს. ნიკა გ ჯეისონს. ნიკა გ და მე პენელოპა კრუს მომსგავსებენ. ნინუცა პენელოპა კრუს გ. ნინუცა პენელოპა კრუს გ. კიდევ შემდეგი სიტყვა, რომელიც შანსი არ არის იცოდნენ. და მე უნდა ვცადო გამოცნობა. მე მიყვარს ძალიან ამ სიტყვაზე საერთოდ საუბარი და ამ სიტყვის წარმოშობის, ასე ვთქვათ, სულ მაინტერესებს ისტორია. ჩვენ გვაქვს ესეთი სიტყვა, მცენარეს ქვია ყვალმინთა. ყვალმინდა. ყვალმინთა. და ეს არის პიტნა, სხვა მეტი არაფერი. მარტო ყვალმინთა. ყვალმინთა არის პიტნა, მაგრამ მთელი საინტერესო რატომ არის იცით რომ ესე იგი ორი სიტყვისგან შედგება ეს სიტყვა. ყვალი, რომელიც არის ყველი და მინთა, ანუ mint. ხო, mint ინგლისური სიტყვა mint, რომელიც ნიშნავს სიამოვნებელს მეგრული სიტყვა ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მეგრული სიტყვა. ანუ თან საინტერესო რა არის? mint არის ხო პიტნა არის? კი ბატონო, საინტერესო არის ის, რომ ეს მცენარე აუცილებლად ყველისთვის ჰქონდათ მეგრელებს. ანუ ლათინურ ენაზე არის დაფუძნებული მთელი ინგლისური. ლათინური დაფუძნებული არის მეგრულზე. ორშაბათი არის თუთაშხა. თუთა მეგრულად არის მთვარი. ანუ ორშაბათი არის მთვარის დღე. ანუ Monday, ანუ Monday. Monday, გეუბნები, უი, ხო, არ მეფიქრია. თუთა როგორა? თუთა არის მუია. აუ თუთა მაგრამ მიყვარს. Monday შემდეგ გადავიდეთ Sunday-ზე, ანუ მზის დღეზე. ანუ ბჟაშ დღა. ძალიან საინტერესოა, რომ მეგრულში რძეს და მზეს აქვს ერთი და იგივე სახელი. ბჟა. და ბჟა არის როგორც რძე, ისე მზე. და კვირა არის ბჟაშ დღა, ანუ ჟაშხა. Sunday. Hello. მართალ ყოფილა.
მეგრული ხაჭაპური გონია ბევრს რომ სულუგუნიანია. არა და შიგნით აქვს ჩვეულებრივი ჭყინტი ყველი, მაგრამ ჭყინტი ყველი უნდა იყოს მოულირი. ანუ მოსული, ანუ მეორე მესამე დღეს უნდა იყოს, რომელიც მზად არის რომ სულუგუნი გახდეს. ამას ქვია მოულირი ყვალი. აი ხარ რა ხდება, რა პროცესი გვაქვს? ეხლა ამაზე დავაყრი ნაღვერდალს. მთელი ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ მზადდებოდა მეგრული ხაჭაპური დაიმსხვრა, იმიტომ რომ მე ესეთი მრავალსაფხურიანი რთული პროცესი არ წარმომედგი და არ წახვიდეთ თქვენთან მომდივარ. დაჭი და იმდენი აგერ დაჭი იგი უბრალოდ ხელა. ой, ბედედა. რაზეც ის ხაჭაპური დავდევი, ანგურა ქვია იმას, ამას კიდევ თავსახურავი, ეს ჯეშტია. მერე ნაცარი და მერე ნაღვერდალი. იქნება ეგ ყველაფერი. მარგაიუროი უაფუ ანგურას ქიგებთ ხაჭაპურ. აჰა. უგო ჟიქუნუო კუნ თანაკა. ჰა? უგო ქიმნუორ ტუდადო უგო ქუმნუორ ნორცხვა. აი ხარ გულით მინდა თქვათ, კარგად ცოტათი გაჯევრებული სინდისი. თუ გაქვთ ნინუცას არხი YouTube-ზე გამოიწერეთ. თუ სინდისი და ნამუსი გაწუხებთ. ქოგუნა სინდის და ნამუსდან მინუცას არ გეშეჭარით. რა არ გინდათ რომ შეიცვალოს აქ და არ გინდათ რომ დაკარგოს თქვენ მხარე, არ გამოჩნდება ეს? აქავრობამ არ მინდა დაკარგოს ის, რასაც სტუმრები ეძახიან, რომ ბებია სახს მაგონებს. აი ძველებური ყველაფერი. ქართული მეგრული განსაკუთრებით. აი რა უყვართ აქავრობა, იმიტომ რომ გონია ბებოსთან ვარ, გონია ბებოს სახში ვარ, გონია ბებოს გაკეთებულ საუზმეს მივირთმევ და ეს არ მინდა რომ დაიკარგოს აქ. კალენცისა, სად ისწავლეთ თქვენ ამ ურთულესი? ჩემთვის ახლა ეს არის ბირთვული ქიმია, რაც გააკეთე. ჯერ მარტო თვალში რო იხედებოდით, ეგ არის ასწავლო, მე მგონი დავბრმავდი სათვალების მშობლებისგან. დედმამა. ხო, დედმამისაგან დედა აკეთებდა და დედისაგან ისწავლე. დედა ჩემმა რა თქმა უნდა თავისი დედისაგან. ეს თავიდან თაობად. თქვენ თუ ასწავლეთ თქვენ შვილებს? კი, როგორ არა ჩემმა გოგოებმა იციან. ხალხესობა როგორაა? მოყოჩაღებული არის. ხო, სულ რაღაცა საქმეში არის. მაგრამ მე მაინც ზოგჯერ მეტყვიან შენ იქით ახარ ჩარჩენილიო, მირჩევნია იქით ჩავრჩე და ჩვენი ადაწესი და აი ეს სითბო სიყვარული და სილამაზე რო არ დაიკარგოს. მე ჩემი ბავშვობიდან მახსოვს როგორ იყო სატირალით, როგორ გლოვობდით გარდაცვლის, როგორი ქორწილები მქონდა სოფელში. ეხლა რესტორანში წავლენ და ქუჩაში ქორწილია თუ რა არის ვერ გაიგებ. მე მეწონებო დიანთეს ნოსა ახანთის უცი დირფაერთას მილიადე ნოსას. ერთმანეთში ლაპარაკობენ გარტყმაში, არ ვარ ასამბობენ. ეხლა ჩვენ გავშლით სუფრას, მივირთმევთ და მე მივდივართ მუზეუმში. ეროვნული კაცი. ბატონო, თქვენ სახლში ვიმყოფებით და ჩვენ ბევრჯერ გახსენეთ, მაგრამ თქვენ არ ჩანდით და ეხა ისე მოხდა რომ გამოჩდით და ეხა არ გაგიშვებთ, ცოტათ უნდა ვილაპარაკოთ. კი ბატონო, მაშინ რაღაცას გეტყვით, ვერ პატარა ტრადიციაზე გეტყვით, სამეგრელოში როგორ ტრადიცია არის, დღემდე შემონახული და ჩვენ ამას ჩემ სამეგრელოში ყოველთვის ვისწრებთ. სუფრას, ანამ სუფრასთან დასხდებიან მეგრელები. ესეთ რაღაცა ქართულად რო გადავარდა, მას ქვია ჩაფენა. ჩაუფინოთ, ხო, ანუ ქათურჩად, მეგრელები ქათურჩად. რას ნიშნავს ეს? არყის ჭიქები მოაქვს, პატარა ჭიქები, ამას ჩაასხამენ არყს და თვითონ ჭიქას დალევენ არყას აუცილებლად. ეს იყო. ეს ძველიდან მე მოვიკვლიე ამის ამბავი მაინტერესებდა რატომ და რისთვის აკეთებენ და ამბობენ რომ ორი ვარიანტი, ერთი რომ კოლხეთის დაბლობი ის იყო რა თქმა უნდა სხვა დაავადებები გავრცელებული და რაღაც დეზინფექციას აკეთებდნენ. მეორე ვარიანტი ის არის რომ დალილად ცატავა ამბობს ამას რომ აი მეგრელებს რომ ძიმე საჭმელები უყვართ, ხო ნიგვზიანი, საცივი რაღაცები და ორგანიზმს ამით თქოს ამზადებენ ორგანიზმს იმის რომ ძიმე საჭმელები მიიღოს და თავისუფლად მოინებას. ჭირსაც წაუღია ჩემი ისე რა ქვია ბოტოქსი.
უნდა დალია? ცოტა. რა უნდა ქნას? ეს უნდა მოსახალ. და იმედია თვალი არ ჩამომივარდება. შენაკარაკა. არა, ცოტა მე სპეციალურში ისე. კულტურულ მემკვიდრეობაში აი ამ ხაჭაპურს შევიტანდი. აი ამ ნაჭერს კონკრეტულად შევიტანდი, იმიტომ რომ აქ არის მთელი გალაქტიკა, ქართული სიყვარული, სითბო, სოდნა, ადათი, ტრადიცია მოთავსებული, ეს როგორი გემოებია, იცი რომ არ დაგესიზმრებათ, ამიტომ თუ გინდათ გამოცადოთ ის სიამოვნება, რაც გამოსადე ახლა მე. ჩამოდით აქ და ეს ყოფილი დააგემოვნეთ. ჩვენ ხო გაგვიმართლა? აი, ვისაც არ გაუმართლა, ვისაც სახლი ჩაკეტილი აქვს, ვისაც პატრონი არ ყავს, ვინც მივიწყებულია, ვინც მარტო სულია და მარტო ხელა და ცუთ ხასიათზე, აი იმ ხალხს გაუმართოს. ჩვენ გაგვიმართლა და იმას გაუმართეთ, ჩვენ სამით იყავით სულ. მართლაც რა. ახალი საფრთხე რომ მოვიქცეთ. ბუმბულიც კი აქ უკაცრავად. პირველად ვარ მუზეუმში და მთელი ცხოვრება მესმოდა რომ სასწაული არის და მართლა დაშოკილი ვარ. აი მეგრელებმა იცოდნენ ცხოვრება. იცოდნენ მეგრელებმა როგორ უნდა ეცხოვრათ, რით ჩამოუვარდება ეხა ვინმეს ნახე, ქართველებს არა აქვთო სასახლეები. არის ეს სასახლე თუ არ არის? არის. და მარიშკა შეხედე რა ჭერი არის, რა ნაკეთობა, რა ნაფიქრია, რა სიმეტრია, რა ლამაზია. როგორც ყოველთვის ძალიან ვამაყობ ქართული გენით. ყველაზე მაგრები ვართ ყველაფერში. ხურ შეიფერე შენ. ბიჭო, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ 1 მეგრული პროცენტია არ მაქვს. ყველაფერი მაქვს მეგრელის გარდა და ეხლა ძალიან მომინდა, რომ ცოტა მეგრული მქონდეს. მარტო ეს აივანი არის, არ ვიცი და ხედი და რა არის. მე გარეთ ეზოში ვარ ალბათ 1-15 ჯერ ხო ისე რა ნამყოფი. ყველა მოდის ეზოში ფოტოებს იღებენ და მიდის. შიგნით არ შემოდენ, შიგნით არის სასწაულო, არ დაგეზაროთ და ბავშვები ყველა მაგას მეუბნებოდა რომ სასწაულიაო და ხო და ესე 15 ჯერ რო ეზოში ხარ ნამყოფი ერთხელ შიგნით შედია მოგივა. ჩვენ თავს ვეუბნებით პირველ რიგში და მერე გეუბნებით თქვენ. იცი რა მითხარი, ეს ვინ გააკეთა, ეს ჭერი ეს ხო ისე თქვენ უნდა იქნება მოხვიდეს ჩვენთან. ჩვენთან ჩაუჯექი. ჩვენ ესეთი უხეირო ხალხი ვართ. მოგძანთ ჩამოგვიჯექით. ვის აივანზე ვიყენებ? მყოფებით ახლა აი ასეთი სილამაზე როა. ეს სილამაზე აივანი ამშვენებს დედოფლისეულ სასახლეს სუგდიდში, რომელიც არის ლაზი ოსტატების ნამუშევარი. ზოგადად ლაზები არიან ცნობილი ხის მჭრელები, ხის ოსტატები და როგორც ცნობილია, ეკატერინემ სამეგრელოს დედოფალმა ლაზ ოსტატებს დაუკვეთა, რომ შეექმნათ ეს არაჩვეულებრივი და ულამაზესი აივანი. მათ ხის ულამაზესი დეტალებით შექმნეს მთელი ეს სილამაზე და ასევე ცნობილია, რომ ლაზებმა ეს ხე მოხარშეს თაფლში სხვადასხვა ტემპერატურაზე და აქედან გამომდინარე არის ესეთი შეფერილი. ესეთი ფერი. ანუ ეს ჭერი მთლიანად ხეა? სუ შენ რანამ ისი სუ ასეულობით ორნამენტირებული დეტალებით არის შექმნილი.
ჩვენ მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ თვალებით ვიყურებოდით და ვეძებდით დასტურს თავის ქნევას. სახელი გვარით არის სოფო კობახიძე. სოფო იქიდან თავს გვიქნე და კი სწორედ სოფო ზუსტად გითხარი ყველაფერი რომ ეხლა რაღაცა არ ჩვენ ვიმყოფები დადიანების სასახლეში, კერძოდ ეს გამოფენა არის სახელწოდებით საგანძური, სადაც არის ჯვარხატები გამოფენილი. სამეგრელოს ტერიტორიაზე და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრებიდან მე-20 საუკუნის დასაწყისში მუზეუმში გადმოტანილი. გახლავთ ჭედური, სხვადასხვა პერიოდით თარიღდება და ასევე სხვადასხვა წარწერებით დამშვენებული. და ყველაზე ძვირფასი არის ღვთისმშობლის სამოსელი. ღვთისმშობლის სამოსელი, მაგრამ ჩვენ ახალ ხედავთ ასლს, რადგან ორიგინალი ინახება დახურულ საცავში და რომლის გამობრძანება ეს არის წელიწადში ერთხელ ლაქერნობა დღესასწაული 15 ივლისი. ორიგინალი იყო ოდესმე გამოფენილი ესა? აი ექსპოზიციაში არა. საიდან მოხდა საქართველოში თუ იცით ეგ ამბავი? არის რამდენიმე ვერსია, თუ როგორ აღმოჩნდა, არსებობს მოგზაურთა ჩანაწერები და იკვეთება ორი ვერსია, ეს არის მე-8 და მე-15 საუკუნე, რომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მოხდა მისი გადმოტანა დასავლეთში, რათა უფრო დასული ყოფილიყო სხვადასხვა შემოსევები. და ერთ-ერთ ეკლესიაში ხობის ტაძარში ბოლო ცნობით მე-17 საუკუნეში, როდესაც სამეგრელოს მართავდა ლევან მეორე დადიანი, ინახებოდა ხობის ტაძარში და შემდეგ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა მისი გადმობრძანება ხობიდან სუფთში დადიანების სასახლეში. ერთ-ერთი ოჯახის კარმიდამოში იპონეს სამკაულები, სამარხი გათხარეს და უამრავი ოქრო ამოიღეს. ნუ აქ არის მე-7 მე-8 საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მაგრამ მოდი აქ ხედავ აქა. ჯერ გური უცნაურია, მაგრამ შეხედა ეს სვასტიკა არის. ოღონდ, რას ამბობენ იცი? მერე ფაშისტებმა, ანუ ჰიტლერმა სვასტიკას მიმართულება შეუცვალესო. და აი ესო არისო მზის სიმბოლო. ნიკა, მომისმინე, ერთი პატარა პრობლემა იკვეთება. აშკარად სულიერი მოთხოვნილება მაქვს იმას. დადიანების რძალი იყო. რძალი შენიყავი, ვისიც გინდა. მე მინდა ვიყო, ანუ რძლობა არ მინდა. მე მინდა რომ დადიანი. ხო. თავადი. ხო. აი ის გინდა იყო. აი ეგ, ხო, ეკეტარი. აუ როგორ მომიხდებოდა ეგ ყველაფერი? ეს გვირგვინები აღარ არის? არა? აქირავდა. ესე იგი დადიანების სასახლეში დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს ესეთი რაღაცა არ გაგეკეთებიათ. ნინუცამ და ლაშამ გაგაცნობთ ცოტა ხანში ქორწილიდან მოიპარეს სკამები, რომ ინტერვიუზე დასხდნენ. ეგ სკამის მოპარვაა, როცა იპარავ და სკამი კი არია ჩვენ სკამი, ჩვენ ვთხოვეთ 20 წუთით. საველე პირობებში ხალხი მუშაობს შესაბამისად. ეხლა როგორ მოუყვე რა ხდება აქ? სამოს გამოვიცვალე, იმიტომ რომ 2 წუთის წინ სხვა სამოში მხედავდით მუზეუმში და ლაშა ჯიქია შემოგვიერთდა, ესე იგი ისტორიკოსი, არქეოლოგი
მკვლევარი. რადიოში ხარ წამყვანი? რადიოში წამყვანი ვარ, კი ბატონო. ბევრი რამე მსმენია სამეგრელოზე, მაგრამ ცოტა ისტორიული კუთხით მინდოდა, რომ აი დადასტურებული ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხალხისთვის. მე სამეგრელოს, აი როგორც მესმოდა ჩემი მთელი ბავშვობა, იყო ორი ამბავი. ერთი რომ ყველაზე მოწესრიგებული სუფთა და ლამაზი ეზოები სამეგრელოში. კერძებზე, იქ სერიოზული შერკინება, ამიტომ ამ თემას გავეშვები. ისეთი თემაა და მეორე ამბავი, რომ ევროპა და დასავლურობა იწყება სამეგრელოდან. აი სანამ დაიწყებოდა დიდი ბერძნული კოლონიზაცია და ეს მასშტაბურ ხასიათს მიიღებდა, უკვე მანამდე არსებობდა აი ამ კოლხეთსა და სწორედ იმ სამყაროს შორის ინტენსიური კულტურული კავშირი, ანუ ინტერკულტურული ის იყო გარემო. ფაქტიურად რამდენიმე ისეთი არტეფაქტი აღმოჩნდა საბერძნეთში, კერძოდ კუნძულ სამოსზე, ჰერაიონში, ანუ ჰერას ტაძარი იყო და აქ აღმოაჩინეს კოლხური მხედარი ქალის ქანდაკება. ანუ ეს იყო მხედარი ქალბატონი, რომელსაც მარცხენა ხელით ბავშვი ყავდა ჩახუტებული და მარცხენა ხელით ზეაწეული ყანწი ეჭირა. როგორც კი ეს აღმოჩნდა, იმ თავითვე ამერიკელმა მეცნიერებმა მარი ვოიაცის იყო ასეთი, იმ თავითვე თქვა, რომ ეს არ არის ბერძნული მოვლენა. ეს არის აი სადღაც კოლხურის სამყაროდან მოდის ეს არტეფაქტი და იქვე იყო ბრინჯაოს ზარაკები, რომელსაც სარიტუალო მნიშვნელობა გააჩნდა და აგრეთვე აბსინდები და ასე შემდეგ. და მართლაც დადასტურდა ჩვენთან მსგავსი ტიპის ქანდაკება, რამოდენიმე 8 აღმოაჩინეთ აქვე ზუგდიდის მახლობლად ცაიში, აქეთ ერგეტაშიც აღმოჩნდა. ცაიში ძალიან ბევრი არტეფაქტები არის, ხო? ცაიში ეს არის უნიკალური. აი ზუსტად ცაიშმა დაადასტურა ის, რომ კოლხეთი იყო ოქრომრავალი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოქრომჭედლობის ნიმუშები გვაქვს, სადაც გამოყენებულია აი აბსოლუტურად ის ტექნოლოგიები, ეს ჯერ კიდევ ვანის ოქრომჭედლობას უსწრებს 3 საუკუნით. ჩვენ ახლა მუზეუმში რო ვიყავით, თქვენ ახლა ნახვის საშუალება გექნებათ, ცაიში ნაპოვნი სამკაულები იყო, ერთ-ერთი რიგითი ადამიანის სახლში უბრალოდ ჩაატარეს გათხრები და აღმოაჩინეს. ჩვენ ჩავატარეთ მე ორგანიზაციის საკითხებში მე ხელმძღვანელობდი კი ბატონო. და იქ თქვენ გემახსოვრებათ მით უმეტეს სვასტიკის ფორმის სამკაული რო იყო. ეს თქვენ წარმოიდგინეთ იქ 2005 წელს 50 კვადრატული მეტრის ის იყო არეალი, სადაც გავთხარეთ და 21 კილოგრამი მძივი აღმოჩნდა. ეს მძივები იყო ოქროსგან, ვერცხლისგან, კალისგან, გიშერისგან, სერდოლიკი იყო, ქარვისგან იყო დამზადებული და კერამიკისგან. მოკლედ ეს იყო მრავალფეროვანი ეს დახვეწილი გემოვნებით ეტყობა იმ პერიოდის მანდილოსნებს, ჰქონდათ მაღალი ესთეტიკური მოთხოვნა, იმდენად არის დახვეწილი ეს. აი საინტერესოა, რომ გიშერი და სერდოლიკი ერთმანეთს ეჯიბრება სწორედ აი ამ გამოსახვის მაღალ მხატვრულობაში და ჩანს, რომ სხვადასხვა სკოლა, მაგრამ ერთმანეთთან შეჯიბრება გააჩნიათ. გასაგებია, რომ ელინისტურ საბერძნეთთან რაღაცა კავშირი ჰქონდა დასავლეთ საქართველოს, მაგრამ აი როგორ ხდება, რომ ძველ ეგვიპტესთანაც რაღაცა სავაჭრო გზები იყო, ცოდნის მიმოწგაცვლა იყო. ზუსტად კი ბატონო, ანუ ჩვენთან ჩანს აშკარა კავშირი ეგვიპტესთან. თვითონ ახლა სტრაბონიც აღწერს ამას, რომ ასეთი ის არის ვარაუდი, რომ თვითონ კოლხები ეგვიპტელების შთამომავლები არიანო და ისინიო სეზოსტრისის ლაშქრის ნაწილი არიანო, რომელიც დაბანაკდა კოლხეთშიო და იქ მერე განაგზესო ცხოვრებაო. მაგრამ ჩვენ გვაქვს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ჯერ კიდევ 3000 წლის წინ აშკარად კომუნიკაცია არსებობდა ისევ კაცრავად ეგვიპტესა და კოლხეთს შორის, ანუ ეგვიპტეში ოჯახის ფარულად მიიჩნებოდა ბესი, ასეთი ის იყო ჯუჯა ქანდაკებები და ჩვენთან 8 ცალი აღმოვაჩინეთ ეს ცაიში. ეს ბესები. ხო, ბესის ქანდაკება. იმ მომენტში რომ დავბრუნდეთ ახლა 8000 წლის წინ და გადავხედოთ დედამიწაზე რა ხდებოდა, ეს იყო ცივილიზაციის ცენტრები და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ამ ჯაჭვის ნაწილი და მე უცბად ვქრებით და სულ მაინტერესებს რა შეცდომა დაუშვით, რომ ესე დავიკარგოთ. აი ეს არის ახლა ძალიან კარგი შეკითხვა დასვით და თქვენ აი სწორი აქცენტი დასვით. ანუ რატომ მოხდა ის, რომ კოლხეთი გახდა წარმატებული და ცივილიზაციის ერთ-ერთი მაღალი განვითარებული კერა? იმიტომ რომ მეორე 1000 წლების ბოლოს, ანუ წელიწადთაღრიცხვით, ყველაზე მოთხოვნადი ხდება რკინა. და რკინის წარმოება, სწორედ აი ხალიბები და აი ჩვენი კოლხური ტომები იწყებენ რკინის წარმოების საიდუმლობას იგებენ და მასიურად აწარმოებენ იარაღებს, შრომის სამუშაო საბრძოლო იარაღებს აწარმოებენ და ჩდება დიდი მოთხოვნა სწორედ აი რკინის ნაწარმზე. და სწორედ ეგ შეფარვით ოქროს საწმისის წასაღებად კი არ მოვიდნენ ბერძნები, მოვიდნენ იმისთვის, რომ აქედან წაიღოთ ცოდნა, ტექნოლოგია. მარტო კოლხეთშია დადასტურებული, რომ იგივე სამეურნეო იარაღები, თოხი იქნება თუ რაღაცა, ანუ ის სამუშაო ინვენტარი
სამარხშია ჩატანილი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბინადარცხოვრებას ეწევიან, მიწათმოქმედებას ეწევიან, ნაყოფიერ მოსავლიანობას ეწევიან, მაგრამ ამავე დროს რკინის ფუფუნება გააჩნიათ, რომ აი სამარხში ჩაატანონ თვითონ მიცვალებას. ბევრი რაღაც თემები გვაქვს, რომლითაც შენ შეგიძლია საზოგადოება გავაოცოთ და შემდგომში თუ ჩამოვბრძანდებით. არა, ეს საიდუმლო არის. შემდეგში რასაც ვაპირებ, საიდუმლოა. ბევრ ამის მოგიყვებით. აბა მოგწერეთ ახლა რამდენად მოგეწონათ ჩვენი ამბის თხრობა, რა ამბები მოგიყევით. წავედით ახლა ჩვენ ბოტანიკურში. საქმე გვაქვს. უფლისწულ ნიკოს სასახლის მხრიდან არის ბოტანიკურ ბაღში შემოსასვლელი. ბოტანიკური ბაღი არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ზუგდიდში. ჯერ ერთი ისაც როგორი მოწესრიგებულია მთელი ზუგდიდი და კოხტა-კობზია და ლამაზია, მაგრამ აქ რო შემოდიხარ, ანუ აქ თავისად უნიკალური იშვიათი ხეებია, მცენარეები. ეხა ბოტანიკურ ბაღში არის პატარა კაფე. და ძალიან საინტერესო ამბავი ვიცი რა არის? რა? თუ გაგიგია შენ გებჟალიას ნაყინი. გებჟალიას ნაყინი. არა. რო არსებობდა საერთოდ. გავსინჯოთ? კი, მე ძალიან მაინტერესებს. მეც მაინტერესებს. ხო და მშვიდობა გვექნება. არ ვიცი რა, გავსინჯოთ, დავაგემოვნოთ. და მე და ნიკა თუ გადავრჩით ეს ვიდეო თუ დაიდო ხუჩებაც ესე იგი ყველაფერი კარგადაა და მე გებჟალიას ნაყინი. ისე კარგი არის ზუგდიდი ყოფილა ძალიან კარგი. არ სულ გავლით ვიყავი ხოლმე და მესია მონაქაურობა. ხო გონიათ რომ ჩვეულებრივი ნაყინია. ეს არის გებჟალიით. მარტო სამეგრელოში თუ შეჭამ ესეთ ნაყინს, ნაყინი გებჟალიით. შენ შეჭამება. გადაო. ძალიან მაგარია. ძალიან, აი უგემრიელესია და ერთი აქვს. აი მართლა გებჟალია. გებჟალია რა, ანუ გებჟალიას ვჭამ, ოღონდ ცივის ნაყინის სახით. შეაფასე აბა. მე 10-დან 10-დან 7. ჩემი აზრით კიდე შეიძლება წვადის ნაყინის მოფიქრება. რა? ხინკლის ნაყინი. მე ვუწერ გებჟალიას ნაყინს 10-დან 800. მე 7. შენ 7. მე მიყვარს ძალიან აი ყველაზე ძალიან მიყვარს ხო შეიძლება რომ თქვა რა მაკფლარი ნესკვიკის ხო ვიცი ხო სულ მაგას ჭამს ხო თუ გინდათ რომ ნიკალებანი და გააბედნიეროთ და ცხოვრობთ სვანეთში ან ყაზბეგში და ხართ მდედრობით ის ქრესის წარმომადგენელი შეგიძლიათ რომ საჩუქრად გამოგზავნოთ ნესკვიკის მაკფლარი და ნიკას გული ოფიციალურად მოგებული გექნებათ ხო ოჩხა შეგვეხმიანეთ ამიტომ ეხა მითხარი შენ რამდენი ხანია არ ჩაგიწერია ჩემთან ერთად სტენდაპი ხელი 3 დღეა ეხა ვარ საათ
ზუგდიდში გამსახურდიას გამზირზე. და ქორწილია. აქ ისე რამდენი ქორწილებია, რაც ახაც ქორწილები არის. მოკლედ, ნიკას შესახებ თქვენ რაღაცები იცით, მაგრამ უნდა გითხრათ კიდევ ერთი ამბავი, რომ როგორც მე მიყვარს თავის მოვლა, ზუსტად ესე უყვარს ნიკას თავის მოვლა. თუმცა მე მახასიათებს სიყვარული, აი სადაც მიყვარს ჩემი თავის რაც ნიკა გავიცანი, მას მე ვიცი, რომ ზუგდიდში აქვს სალონი, რომელზეც გიждდება. ანუ ყველაზე მაგარი ქალები მუშაობენო იქო და იმიტომ დავდივარ იქო და გეხოწები რა არის ამისამის შენ არაფერი ძალიან შევეჩვია გავრობას და ძალიან მომწონს. სვანეთში რამდენი წამალ სულ აქ ჩერდები და თავიდან ამ ხალხს მაგრა უყვირდა ვეუბნებოდი მეთქი თბილისიდან სპეციალურად ჩამოვდივარ მეთქი რა და ჩემ სტუმრებსაც ან მისთან ერთადაც გზავნოთ სულ უყვირთ ხოლმე მაგრამ მართლა კაი სალონია რა აგერა გამატება მინდა დავიმატე გამარჯობა გამატება მინდა თქო გუშინდების კი ბატონო დიდი თქვენ ხართ ის ქალბატონი შეიძლება გადაგიღოთ თქვენზე დადის ლეგენდები. მადლობა. თქვენ ხართ ის ქალბატონი, რომელიც ნიკას ნდობა მოიპოვა და ესე იგი რამდენი მოდის, რა ქვია, დასავლეთში და აპირებს სვანეთში გავლოთ და სულ შემოდის აქ და სულ გვაინტერესებდა სად დადიოდა და რა გავუკეთეთ ამისთანა? რა გავუკეთე? გავალამაზე. როგორი კლიენტია? საუკეთესო. საუკეთესო, კარგად იქცევა? არ ხმაურობს? არ სოწუნობს? მოდი დაიმატებ. ეხლა ჩვენ მოვედით საცხენოსნო კლუბ ხარებაში. მამა იაკობი ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელმაც გააცოცხლა და თავიდან სული თითქოს შეբარა ცხენოსნობას სამეგრელოში. საერთოდ მეგრელი კაცი ცხენზე ამხედრებული, ეს არის ორი ამბავი, რომელიც ურთიერთდაკავშირებული იყო ყოველთვის და რაღაცა ისე მოხდა 90-იანებში, რომ იპოდრომით დავკარგეთ ზუგდიდში. ეს ცხენის განსაკუთრებული ჯიშები, რომლებიც მხოლოდ აქ იყო, არც ეგარ იყო. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა აირია და გაფუჭდა, თუმცა მამა იაკობმა ითავა თავის თავზე, რომ ეს ყველაფერი აღედგინა. თუ არ ვწდები, ალილოა? როგნედა. ეს არის ინგლისური ესა წმინდა სისხლის ინგლისური ცხენი და ამას ფასი არა აქვს. მინდა გაგაცნოთ ეხლა მამა იაკობი, რომელსაც ნიკა უკვე ესაუბრება, როგორც იცით, ნიკას დიდი სიყვარულია საცხენოსნო სპორტი, სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს და საერთო ენა ეგრევე იპოვნეს. გამარჯობა. გამარჯობა. აბა რაზე საუბრობთ? რაზე და ცხენებზე რაზე ვისაუბრებთ? თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში საუბრის არ ვიცი იყო ნათქვამი გაჟღერდა თუ არა მე დავიბადე კომუნისტურ სამყაროში და საბჭოთა სამყაროში სადაც ღმერთი პირიქით ღმერთს ებრძოდნენ და ყველაფერს რაც იყო ქრისტიანულ ტრადიციასთან საღდგომო კვერცხი შეღებო თუ რაც იყო ყველა ბებიაჩემი მაგალითად უნივერსიტეტიდან მხოლოდ იმიტომ გარიცხეს რომ ტაძრში იყო აღდგომის დროს შესული. აი თქვენ როგორ დაიწყეთ თქვენი სულიერი გზა? ну მიუხედავად ამისა ჩვენ კომუნისტურ ეპოქაში გვიწევდა ცხოვრება მაინც ჩვენ რელიგიურ სურვილებს ინტერესებს ჩვენი ბებია-ბაბუების დახმარებით ვინარჩუნებდით ამ მდგომარეობას. უშვილობის მას განვისტიდი 3 წელიწადი და რატომღაც ამ ჩემმა ერთ-ერთი ახლა მთავარი ოჯახის მიზანი არის შვილი ხო, მრავალშვილიერება თუ რაღაც ოჯახური ბედნიერება და ამ მიზნიდან გამომდინარე დავიწყე ტაძარში სიარული და რა განზრახვითაც დავიწყე სიარული ის სურვილი ღმერთმა შემისულა, შემისვინა ლოცვა და მომვალა ჩვენი პირველი ვაჟკაცი საბა, რომელიც ცხენოსანია ჩვენი საჯინიბოს წამყვანი ცხენოსანი და დიახ ეს საბა ჩემი ორი ვაჟიშვილი არიან, ვაჟიშვილები არიან ცხენოსნები ხო, საბა და მათე. ანუ
ოჯახური ვით ვართ ამ სივრცეში და ერთად მუშაობ და ერთმანეთს ვეხმარებით, ხო, ჩემი უკვე 15 წელიწადია საბას და მათეს სახლის ლოგინი არ უნახია და საჯინი აქ არიან, აქ გაიზარდნენ და აქ ასე ვეხმარებით ერთმანეთს და რატომღაც ძალიან ისეთ უცნაურად შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში ცხენი და მისი არსი და მნიშვნელობა და ასე ჩავეჭიდეთ ამას და ვართ ძალიან კარგი მაგარი საქმე არის მამო რეალურად იმიტომ რომ ეს მხარი ცნობილია ამ სფეროში და აი ის რაც წყვეტაც იყო და ეხლა ისე აღდგენა ხდება ამ ყველაფრის ძალიან მაგარია რეალურად და ჩემი ცხოვრების პირველ ნაბიჯებს საწყისებმა განაპირობა ამ სივრცეში აქ იცი თქვენ მოგიხსენეთ ჩვენ საჯინიბოს მიღმარი ტაძარი ხარების ეკლესია და ჩვენს საჯინიბოსაც საცხენოსნო კლუბ ხარების სახელობის არის შეიძლება რაღაცა კითხვა შეიძლება ნიკარდასაც ცოტა ხანი ცხენზე კი ბატონო რა შეიძლება მე დავზეო მაინც ნიკარდას არა ვიწრო ჯინსი არც თქვენ არის პრობლემა ნებისმიერი თუ ისა კი აბავიდი განახე რა იცი მე არაფერი არ ვიცი არ შეგვარცხინო ეხლა არ გარცხენ უჭრითა არა ნიკამ როგორც აღნიშნა აქ ურთიერთობა იქ საცგანისა და აბავიდი საბასთან საბას მიესალმე მათე საბა სად არის ან ისა აი ხა საბა მე ვხედავ ერთი ბენჩვერია ცხენი იმას გენით როგორი ბენჩვერია ბუნჩულა მეგრულა ბენჩვერია აუ ეგ ბევრი სტილი არის ხო აი რაღაც მიმდინარეობები ახლა რამდენია აი რაში გამოდიხართ ხოლმე დაბრკოლებათა გადალახვა და დოღები ბახმაროს დოღი თქვენია ბახმაროს დოღი ჩვენია კი ტრადიციულად ძირითადად თქვენი გებთ ხოლმე ხო წელსა ჩვენ მოვიგეთ ხო მაგრამ იქ ცოტა ის არ არის აი დინარეზე გადმოსასვლელი ეგ და აი გურულს აწვევიან რა აუ და ძალიან საშიში. და აი გახედვნას რაც შეეხება ეს როგორ ხდება ხო რა პატარა უნდა იყოს ხო გასახედი. ეხლა ჩვენ ორი კვიცი ყავს გასახედი. წლინ ახევრის ასაკიდან იწყება. მანამდე მიშვებულია თავის. მანამდე მიშვებული როგორ მაინც ურთიერთობა კონტაქტი გვაქვს. გაყვანა შემოყვანა ფეხების გაწმენდა დაბანა დავარცხნა ესეთი ჰიგიენური და მოვლა რასაც ქვია. ცხენის მოვლა ზრუნვა მასზე აი ეს კონტაქტი გვაქვს როგორც უკვე სამხედრო საქმეში ასე შესვლა იწყება წინახევრიდან მათი გახედვა ანუ უნაგირის დადგმა მხედრის დაჟდომა მანამდე უნაგირი არა არა აი წინახევრიდან იწყება ეგ პროცესი და აი ეს გახედვნასაც ხო თავის ტაქტიკა აქვს აი ყველაფერს ჩვენი მხედრები ეხლა ყველა საჯინიბოში როგორც პროფესიულად ყველა თავის საქმეს აკეთებს. თავლაში უნდა იყოს მეჯინიბედან დაწყებული ზოოტექნიკოსი, ჭედელი, ვეტერინარი, თელი ის არის რა. ხო, თელი ის უნდა იყოს ცალკეული დარგობრივად, რა თავისი სპეციალისტი უნდა ყავდეს და ეს ჩვენი ბიჭები მხედრებიც არიან, ვეტერინარებიც არიან, ხედნიან და ყველაფერს ჩვენ თვითონ ჩვენი პრაქტიკული იმიდან გამომდინარე არ გვაქვს ის ფუფუნება რომ ცალკე დარგობრივი სპეციალისტები რო ყავდეს. არ იმუშაოთ ძალიან ბევრი დიდხანს, იმიტომ რომ მე დაგეწყებათ ჩემსავით ფეხზე დგომით ძილის ამბები, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. და მომილოცეთ, თვეზე მეტია. თვე და 5 დღეა, რაც არ ვეწევით ამბაქოს. და რო გავანებე სიგარეტს თავი და დავიწყე ვარჯიში, რო არ გავსუქებული ყავი. აქ შემოდის კიდევ ერთი ამბავი, რომ წავედი სისხლის ანალიზი ნახე რომ ის იყო ძალიან მხიარული სისხლის ანალიზი მქონდა. და ვიტამინი მქონდა დაბალი, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ საფულში არ დამისვენია და საკმარისი მზის სხივებისგან არ ვიყავით გაჯარებული, თუმცა ასაკთან ერთად და ზოგადად საკმარისი D ვიტამინი არც არსებობს, ესე ამბობენ ექიმები. წინასწარ დაგპირდით რომ გაჩვენებთ, ეს არის ჩვენი ნოემბრის ბოქსი.
ნუ აქ საცხებია და ამბები, ამას მე გაჩვენოთ. მაგრამ ეხლა მინდა აი ამაზე გელაპარაკოთ, pure ვიტამინ D. ყოველთვის, როდესაც მე თქვენ გიყვებით რაღაცა პროდუქტზე, თავად მაგ გამოცდილი და სანამ ის ჩვენი სპონსორი გახდებოდა, მანამდე მე ამისი ერთგული ვიყავი. ვიტამინებს რაღაცნაირი დამოკიდებულება თვითნებურად მიღება თავისთავად არ შეიძლება, აუცილებლად ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია, მაგრამ ცხოვრებას ძალიან მაგრა გაგიიორებთ. შეიძლება თმის ცვენა გაწუხებდეთ და აკნე და აი ესე ცალკე მკურნალობდეთ და სინამდვილეში საკვები დანამატები გაკლდეთ. რამდენი ლაპარაკი ვიცი. მამა ღმერთო რა მეშველება ამ ცხენზე დავშტე? არაფერია საშველი. ქუსლებზე რომ არ მქონდა გათვლილი ქუსლები თვე. რა ქვია ცხენს? ბენჩვერია. ბენჩვერია. რა ქვია გაიგეთ? ბენჩვერი. მე რა ცხენი მეყოლება დავარქვევ ბენჩვერიას. შენ საპატივცემულოდ ეხა არ გადმომაგდო იცოდე. ბენჩვერია მოიცა. შენ ეხა შენ რა გონია მე არ ვიცი მოჭერა? ცხენა არ მინდოდა თორე? მე ვიცი დინამიკა ცხენის და ადამიანის. ეხლა უბრალოდ ჯინსი არ მიწყობს ხელს თორე შენ იცი მე რა მხედარი ვარ? გავაოცებდი აქ ყველას დავყრილი. დატკეპნილი მაქვს კიკეთის ტყეები, შენ რა გონია? იცით სადაა კიკეთი? რღვევშიც ვარ ნამყოფი. ღირსებით გამივლია იქაური ტყეები. ნიკა ეჭორავება მამაოს, რომელიც აი ესეთი არის ძალიან სამაგალითო არის ჩემთვის. ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა აქაურობას და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად ჩვენც დავეხმარებით, თქვენი აქ ჩამოსვლით, ვიზიტით, რა ვიცი, გახმაურებით ამ ამბის, რომ სამეგრელოში ესეც ცდილობენ საცხენოსნო სპორტის აღდგენას და ძალიან მონდომებულები არიან. ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ამოვუდგეთ გვერდში. მამა იაკობს აქ უნდა დავემშვიდობოთ და ახლა უნდა წავიდეთ კიდევ ერთი ადამიანი დარჩა, ვის გარეშეც არ მინდა წასვლა აქედან. ძალიან მინდა ლაშას გაცნობა და ლაშას აქ ძალიან საინტერესო ამბები ჩვენთვის მოსაყვანად. წავედით? წავედით? ოკეი, წავედით ლაშას გასაცნობად. კი. ესეთი გვარი თუ გსვენიათ კიუტი. ლაშა კიუტი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი. გვინდა რომ მითოლოგიაზე გველაპარაკა და უჩვეულო ტრადიციებზე, რომელიც ახასიათებს მარტო სამეგრელოს და თქვენ მომიყევით გაძიძების ჩვენებურები გაძიძებას უეძახით ამას, მაგრამ აქ სხვანაირად უწოდებთ და ამ ტრადიციაზე რომ ჩვენთან ძიძესპუალობა, ძიძიშვილობა ქვია. ვერ ვიტყვი რომ ეს მარტო სამეგრელოში იყო ძიძიშვილობა და აღზრდელად ბავშვის გაცემა ასე უხეშად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იმერეთშიც იყო, გურიაშიც იყო, აკაკი წყვება თავის აკაკის აკვანში რომ ის ძიძამ გაზარდა. სამეგრელოს და აფხაზეთს განსაკუთრებით ჰქონდათ აი ეს ტრადიცია ძიძიშვილობა. დღეს ასე ყვებიან რომ დიდგვაროვანი ოჯახები გასაზრდელად ბავშვებს აგზავნიდნენ გლეხის ოჯახში, რომ იქ ეს კარგად გაზრდილიყო ბავშვი. კარგად გაზრდილიყო და უფრო ამტანი ყოფილიყო და ეს ავკარგი უფრო შეეცნო და აღექვა, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, მაგრამ მხოლოდ ასე არ იყო. დაბალი ფენის ხალხიც აშვილებდა აღსაზრდელად შვილს თავისივე ფენის წარმომადგენლებთან. ძალიან დიდი ტრადიცია იყო ძიძიშვილობა აფხაზებსა და მეგრელებს შორის. ეს დამოყრების უდიდესი საშუალება და შესაძლებლობა იყო და ეს იმდენად წმინდა იყო ძიძიშვილობა, რომ დაძმობაზე მაღლაც კი იდგა, სისხლის მიერ დაძმობაზე მაღლაც. მითოლოგიის კუთხით როგორ არის აქ ქაურობა? ქალღმერთები, ღმერთები, მითიური ქმნილებები? მეგრული მითოლოგია სხვა შორის არის ძალიან მდიდარი. აღმოსავლეთშიც გვაქვს საბედნიეროდ, მაგრამ მეგრულ მითოლოგიას აქვს ძალიან გაშლილი დიდი და ყოვლის მომცველი, ასე ვთქვათ, არეალი.
ეხება წყალს, ჰაერს, მიწას, ჭაობს, აბსოლუტურად ყველაფერს ყავს. თან აქ ჭაობი ოხრადი ცოტა კოლხეთის დაბო. ზარმაზარი ჭაობი იყო. ღვთაებები ყავდა და ნესტის ღვთაებაც კი. ჟამი ერქვა. ჟამის ქართული გაგებით ჟამი არ არის, მაგრამ ნაჟამა შელორსა, ნესტის აკიდების შელოცვაც კი გვაქვს ჩვენ. ჭაობის სორსახო. ბევრი შელოცვები იციან აქეთ, ხო? კი, ძალიან ბევრი. აი დავუშვათ ბავშვობას ჩვენ მიწაზე დავჯდებოდით. ბებია გვეტყოდა რომ ავდგებოდით სამჯერ დაგვეფურთხებინა ბოდიში გამოთქმისთვის, მიწის ანუ ის ნესტი დაგვებრუნებინა, რაც ჩვენ მიწას წავართვით და ავიღეთ. აქვს ჭაობის ღმერთი გუშა, ჯგერაგუნა, მეფუტკრეობას და ფუტკარს თავისი ღვთაება ყავს. ძალიან ბევრი შეიძლება ახლა გამომჩეს და გამბრაზდეს ხანი? ეს ანტიკური პერიოდი. ანტიკური პერიოდი. ჩვენ ყავს როკაპი, რომელიც არის ქალი. აი ყინულის დედოფალს რომ შევადაროთ, შეიძლება შევადაროთ, იმიტომ რომ მთაზე ცხოვრობს. ეს არის ტაბაკონას მთა მარტვილის მუნიციპალიტეტში დღევანდელში და გადმოცემის მიხედვით იქ ცხოვრობს ეს როკაპი, რომელიც განაგებს სამეგრელოს კოლხეთის ავსულებს. და ჭიაკოკონობა ღამეს ესე იგი მთელმა ავმასულებმა უნდა მოიყარონ თავი ტაბაკონას მთაზე და უნდა ჩააბარონ ანგარიში, დედლაინი არის ჩვენთან 27. ვინ გააფუჭა? ხო, 27 ოქტომბერს მარიამობის წინა ღამეს გვაქვს ჭიაკოკონობა. და მთელი ავსულები ამ საწნახელზე, ცოცხლზე ამხედრებულები, სხვათა შორის გვაქვს როგორც უცხოურ მითოლოგიაში აქვთ აი მაგციების ის დაუშვათ ჩვენთან იტყოდნენ რომ კატად გადაიქცევა ის ბოროტი ვიღაცა ძალიან ასეთი რამე ხდება. ნეტა იცოდა ჩინაკერნ ტრაპედნიერი ვარ. ეს მითოლოგია მე რომ მიყვარს ეგრე არაფერი არ მიყვარს დედამიწის ზურგზე. კატად და მგლად გადაიქცეოდნენ. ქალები ალბათ. კაცებიც. იმიტომ რომ მე მსმენია ბებიასგანო ვიღაც მეზობელზე იტყოდა მამაჩემმაო ცხელი მუგუზლით ტუჩი მოუწვაო კატას. როცოდნოდა რომ კატაა და არა ადამიანი. ხო და მეორე ესე ერთი კვირა ერთ მეზობელზე კაცზე თქვა ოღონდ რომელიც გარეთ არ გამოდიოდა იმიტომ რომ ტუჩი ქონდა დამწვარიო. ამის ჯეროდათ იმ დროს აი ჭინკებზე ოჩოკოჩებზე ტყაშმაფაზე ისე მოყვებოდა ბებია. აი მართლა მეინტერესებს რა ვიცით რა. ტყაშმაფა იყო იგივე ტყის ქალი, ტყის დედოფალი. დალის სადაკალო ხო სვანური დალი მეგრულში ტყაშმაფა ოჩოკოჩი რა არის? ოჩოკოჩი არის ტყის კაცი, დიდი კაცი, ოჩოპინტრე უფრო კეთილი არსებაა და ოჩოკოჩი ცოტა ბოროტი ყეყეჩი არსებაა, ასე ვთქვათ, ოჩოპინტრე ცოტა კეთილშობილი და უფრო სხვანაირი დატვირთვა აქვს ოჩოპინტრეს. ქაფაკია. ჩემო ბატონო. კიდევ ტყეში ვინა ვისულები? ყისულები, ჭინკები. კი. წყლის დედა. აი, მარიშკა გაიცანით ჩვენი ჭინკა. წყლის დედა მარიშკა ძალიან ლამაზია და ჭინკობისთვის ამბობენ, ჭინკობისთვის ძალიან და ჭინკა ლამაზია იყო? ინფორმაცია რეალურად ესე იგი ზეპირსიტუერად გადადის თქვენ ანუ აი რა მე რასაც ყვები ხოლმე ყველაფერი არის ზეპირსიტუერებით ჩემამდე გადმოსული ჩემ ბებიების ჩემი წინაპრების ასაკოვანი მეზობლების და ახლობლების გადმოცემით რადგან ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ხან ვიწერდი ხოლმე ხან ისე ვიმახსოვრებდი და ბოლოს ისე მოხდა რომ სახალხო მტკბელაზე გამოვედი და თუთაშები იყვნენ იგივე მისტიური ქურუმები რომელთა სამყოფელიც კოლხეთში იყო ხვამლის მთაზე. ხვამლის მთაზე ეს ადამიანები გადადიოდნენ ტრანსში, არ ვიცით რა მდგომარეობით, მაგრამ თქვენი მითოლოგიით და გადმოცემით ასე იყო? ასე იყო. რომლებიც ყოველგვარ წინასწარ განჭვრეტას, წინასწარ მეტყველებას, მისტიკას ეწეოდნენ და ძალიან მაღალი იერარქიული ადგილი ეჭირათ კოლხური მითოლოგიის და არა მხოლოდ მითოლოგიის, როგორც ეგვიპტეში ქურუმებს ანუ ხვამლის მთასთან ცხოვრობდნენ. ნუ ხვამლის მთა იყო მათი სამყოფელი. მე მსმენია მაგალითად ბებია ჩემისგან რა, მატყუებ და ვიცი, მაგრამ ბებია თქვენისგან თუ ყოფილა ეგეთი ისტორია, რომ ან ჭინკა, ან რომელი ვიღაცა ეგეთი პერსონაჟი უნახავს და მოუყოლია.
კი, ბებია ჩემი ყვებოდა ამას იმდენად რეალურად და რეალისტურად, რომ აი სახეზე კითხვის ნიშანიც თუ შეგვეთყობოდა მისთვის ძალიან შეურაცხყოფელი იყო, იმიტომ რომ იხსენებდა რომ წისქვილიდან ღამე წყლის წისქვილი იყო მაშინ და ეთყობა მეზობლები მოვდიოდი და გადაგვიდგნენ ჭინკები და დაგვიწყეს ქვის სროლა და ყველას მოგმართავდა სახელი დაგცინოდნენ და გავიქეცითო. ცხენი ყავდა კიდეო და ეს ჭინკები ცხენს ფაფარს და კუც ისე უწვიდნენ რომ შემდგომ აჭრიდნენ ამ ფაფარს და კუც ვერავინ ვერ ხსნიდა მამიმას და ძალიან გვაწვალებდნენ ცხენები ყავდათ დატანჯული ჩვენი მთელი ღამე დააჭენებნებოდ კი დააჭენებნენო და კიდევ ყვებოდა რომ მის ბიძაშვილზე გადაეყარა მისი ბიძაშვილი ტყეში ტყაშმაფას და ტყაშმაფა ნადირობდა ტყაშმაფას ოჩოკოჩთან არ ქონდა კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ მასთან კონტაქტის მერე ის კვდებოდა, ანუ ჩვენს მითოლოგიაში ასეა, რომ თუ სქესობრივ კავშირს ტყაშმაფა ოჩოკოჩი და ამყარებდა იძულებით ტყაშმაფასთან, ტყაშმაფა კვდებოდა. და ამიტომ ახალგაზრდა ჭაბუკ ბიჭებს ირჩევდა ეს ტყაშმაფა და აცდენდა რა ტყეს შეიყვანდა, მაგრამ მასთან გამოლაპარაკება არ შეიძლებოდა არაფრის დიდებით. ეს ეკითხებდა ყველა ვარიანტი. ხო, არა, ამბობენო ჭკვიდან შეიძლებოდა, ვინც მას შეეპასუხებოდა და პასუხს გასცემდა. და მისი ბიძაშვილი, რომელიც ტყაშმაფასთან დიდი ხანი ურთიერთობდა, რომელმაც ოჯახი მიატოვა, სულსხვანაირი გახდა. ანუ ერთი სიტყვით ამ სამყაროს მოწყდა და მხოლოდ იშვიათად მოდიოდა სახლში. ამას ყვებოდა ბებია ჩემი და გადაწყო ასე ამბობდნენ რომ თუკიო ამ ტყაშმაფას როცა ეძინა მიეპარებოდი და თმას ჩამობანდი შავი ძროხის რძით ის ამ ბიჭს დალოცავდა და განეშორებოდა რძეს უდგამდნენ მას. და ბიცოლა ჩემიო, ბიცოლა ჩემმა სადღაც ნალის იმაზე შეასწრო ნახა რომ ერთად იყვნენ და თმები ასე გადმოკიდებ, გრძელი თმები აქვს ტყაშმაფას, ხო და ბიცოლა ჩემმა ჩამობანაო ამ შავი ძროხის რძით და ეს ბიძაშვილი დაუბრუნდა ამ სამყაროს და მოეხსნა იჯადო. ეს რასაც ყვებოდნენ არის სტუდიაში კიდევ კითხვები? არა? მაშინ მოდით და ერთად დავემშვიდობოთ ყველა. ამ საშიში ისტორიების ფონზე ცოტა თანკბილების ისე აქვს პრობლემა. რა ბოროტი ხარ, რატო დაცინი? მოდი, რა ქნა. სულებზე ვლაპარაკობთ დადიანის სასახლეში. გასაგებია რომ გამოგვეხმაურენ იქიდან. მე კიდე მინდა ქალაქ ზუგდიდს უთხრა ძალიან დიდი მადლობა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გავიცანი აქ. ანუ ვერა უშნოა. ძალიან მოხიჭ. ეს ორი ვერ არიან კარგად და გამოგვიწერეთ. განებდ უეფერებ. წავედით?